წესით და რიგით ეს ვიდეო ერთი კვირის წინ უნდა ყოფილიყო არხზე, მაგრამ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე ვერ მოახერხეთ ვიდეოს დადება, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ გაგვეშვა სტრიმი. რაც შეეხება სტრიმს მიმართებაში უკრაინელ ხალხთან, 2 საათიანი სტრიმი გავაკეთეთ და პირდაპირ ვამბობ, არ ველოდი მართლა ქართველი ხალხის ეგეთ აქტიურობას და ერთ სტრიმზე ჩვენ მოვახერხეთ და შევაგროვეთ 1059 ლარი. რაც რეალურად არის მართლა ძალიან ბევრი და პირდაპირ ვამბობ, აი გულით ვამბობ, რომ ამდენსაც არ ველოდი და ასევე პირდაპირ გეტყვით, რომ არ ვაპირებდი იდეაში სტრიმის გაშვებას რა. უბრალოდ იმის გამო, რომ ვერ მოვახერხეთ ვიდეოს დადება, მოგვიწია სტრიმის ნაადრევად გაშვება, რომ ყველაფერი დროზე ადრე ყოფილიყო. ეხლა რაც შეეხება ჩემს გამომწერებს, რაც შეეხება იმ ხალხს, ვინც უშიშრად, ნათლად აფიქსირებს თავის პოზიციას უკრაინელ ხალხთან მიმართებაში, ყველას მოგახსენებთ გულითად მადლობას და აი ეს არის საქართველო უბრალოდ რა. რაც შეეხება ჩვენს დახმარებას, თუ რაში მდგომარეობს, როგორ დავეხმარებით უკრაინელ ხალხს, გვაქვს ესეთი იდეა მოფიქრებული რა. მოკლედ, შევკრიბეთ 1059 ლარი, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს თანხები არაფერში არ გვეყოფა, რომ რაღაც საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანოთ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა დონაციიდან შემოსული თანხა გადაიგზავნება რამოდენიმენაირად უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. პირველი ვარიანტი, რაც იდეაში განხილვაში გვაქვს და აუცილებლად გვინდა რომ გავაკეთოთ, არის უკრაინელი ხალხის დახმარება, რომლებიც არიან საქართველოში ჩამოსულები. ბევრი მათგანი უბრალოდ ტურისტული რაღაც მიზნით ჩამოვიდა საქართველოში, უბრალოდ იმდენად დიდი ხანი გაუგრძელდათ თავის და უნებურად, რა თქმა უნდა, მიზეზები არის ომი და ომიანი პერიოდები, რომ უბრალოდ თავიანთ მშობლიურ ქვეყანაში სურვილის და მიუხედავად დაბრუნება არ შეუძლიათ. ამიტომ აი კონკრეტულად რო ჩემს ქალაქზე ვილაპარაკო, ძალიან ბევრი ოჯახი მე პირადად ვიცი, რომლებიც არიან ჩამოსულები საქართველოში და ომის გამო უბრალოდ წასვლას უკან ვეღარ ახერხებენ და ამ ოჯახებს სჭირდებათ ფინანსური დახმარება. ამიტომ ეს იქნება ვიდეო მომართვა ჩემი გამომწერებისთვის და მართლა მოგმართავთ უდიდესი და გულითადი თხოვნით. მე არაფერი არ მჭირდება. აი ეს მიმართვა უშუალოდ ეხებათ სპონსორებს, ასევე შეგიძლიათ სპონსორებო გამოჩნდეთ. არ ვიცი თუ თქვენი თავის და თქვენი კომპანიის წარმოჩენა გინდათ უშუალოდ ამ არხის საშუალებით, თუნდაც ეს იყოს პიარი, მე არანაირი ავანსი, მე არანაირი ანაზღაურება არ მჭირდება. შეგიძლიათ ნებისმიერი თანხა გამოგზავნოთ, ეს იქნება 50, 100 ლარი, 20 ლარი თუ 10 ლარი. ასევე შემომჩნია ძალიან ბევრი ადამიანი აცხადებს სოლიდარობას უკრაინის მიმართ, მაგრამ ასევე ერთი ძალიან გულსატკენი ფაქტი შემომჩნია კონკრეტულად ერთ-ერთ ქართველ TikToker ბიჭზე, რომელიც იყო აქციაზე რუსთაველზე გასული და PayPal-ის დონაცია, თითქოს და გლობალური დონაცია ჰქონდა მითითებული. არადა ბიჭებმა გადაამოწმეს და პახოვდო TikTok-ზეც გაიფაქტა ეს ადამიანი, რომ თურმე იყო თავისი დონაცია და თავის საკეთილდღეოდ იგროვებდა თანხას. მე მინდა ყველა იმ ადამიანის დედა მოვიკითხო ამ ვიდეოში, ვინც ომს და მით უმეტეს მოძმეერის უბედურებას თავის საკეთილდღეოდ იყენებს. მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ყველა ეგეთი ადამიანები უბრალოდ ყები ხართ, აი სვეტში უბრალოდ ყები ხართ და მომენტ ეხლა ყველაზე მეტად მახსენდება ერთი ადამიანი, რომელმაც ალბათ სავარაუდოა რომ ეს ვიდეო ნახა და მინდა რომ მოგმართო შენ. Походу, გულსატკენი არის ის ფაქტი, რომ ამ ხელა community ყავს, არ აქვს მნიშვნელობა სად მოღვაწეობ, ეს იქნება TikTok-ი, YouTube-ი, Instagram-ი, თუ ნუ ყოველ შემთხვევაში შენ არ მოგწონს თუ მოგწონს, შენ ქვია ინფლუენსერი ვიღაც ტიპებისთვის. და უბრალოდ, როდესაც მართლა მოძმე ერის უბედურებაზე შენ იშენებ რაღაც ბედნიერებას, თან იმდენად
მასხარა ხარ, რომ გადიხარ აქციაზე, თითქოს და მხარს უჭერ, არადა რთავ ლაივს Instagram-ზე და PayPal-ზე ხალხს არიცხინებ ფულს. ამაზე ვიღაც მართლა კეთილშობილი ტიპები, აი ესეთ რაღაცებს იჯერებენ, რიცხავენ ფულს და ტიპები გლობალურადაც ხდება ესეთი რაღაცები, უბრალოდ საქართველოში მართლა მსგავსი ფაქტის ხილვა ძალიან გულსატკენია. ამიტომ შენ ვიცი რომ აი ამ ვიდეოს უყურებ, ვიცი რომ შენ თავი იცანი, აი ერთ-ერთს მივმართავ, ერთ-ერთი ესეთი მკაფიო ფაქტი დავაფიქსირე, ამიტომ ჩემო მეგობარო ძალიან დიდი ხარ. პლუს ამას ამ ყველაფერს როცა დამთავრდება, როცა შევაგროვებთ სასურველ თანხებს, რომც არ შევაგროვოთ ის თანხები, რაც ჩვენ იდეაში გვაქვს, რომ გვინდა შეგროვება, მაინც ავდგებით, მაინც გადავიღებთ ვიდეოს, ყველაფერი იქნება დასაბუთებული, რას როგორ აი მართლა კაპიკებში გადავითვლით ყველაფერს, რაც იქნება ვიდეოში ნაჩვენები. ამ ვიდეოს ვიღებთ ძალიან მაგარ ადამიანთან ერთად, რომელიც არის აჭარის საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი გურო ყიფშიძესთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა გუროს, რომ გვეხმარება ამ ვიდეოს გადაღებაში და იღებს ჩვენთან ერთად ამ ძალიან მაგარ ამბავში მონაწილეობას და კიდე დავამატებდი იმას, რომ თუ ხართ სპონსორები, არ არის აუცილებელი, რომ ჩემგან მართლა რაღაცა ავანსის და კონკრეტული თანხის სანაცვლოდ რეკლამა აიღოთ. აი ძალიან მაგარი შანსია კომპანიებისთვის მართლა, რომ შეგიძლიათ ნებისმიერი თანხა გამოყოთ, აი რაც თქვენს გულს გაუხარდება და რა თქმა უნდა, ვიდეოში სადაც დავეხმარებით უკრაინელ ხალხს, გაგიკეთებთ რეკლამა. სიკეთე მე მგონი ციფრებით არ განისაზღვრება, ამიტომ ყველა ძალიან დიდი მადლობა. ასევე დაგპირდით, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანის სახელს თუ nicknames იმიტომ რომ donation, ანუ Kiwi-დანაც შემოდიოდა უბრალოდ დონაციები და ფიზიკურად ვერ ნახავთ იმ ადამიანების სახელს, რომლებიც ადონატებდნენ, ამიტომ ყველა იმ ადამიანის სახელს, რომლებიც ანგარიშის ნომრით აკეთებენ დონაციას და ყველა იმ ადამიანის nicknames, რომელიც donation alert-დან შემოგდის ჩვენ SMS-ად, იმ ვიდეოში, სადაც დავეხმარებით უკრაინელ ხალხს, აბსოლუტურად ყველა სახელი და nickname იქნება გამოჩენილი. ამიტომ თვის ბოლოს ჩვენი ეს სიკეთის ყულაბა იდეაში გაიხსნება. აბსოლუტურად ყველაფერი პლუს ამას თავისი სტორებით და რავი, აი დამამტკიცებელი საბუთებით, რამდენი შემოგვივიდა, ვინ რამდენი ჩარიცხა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იქნება ყოველთვის საჯაროდ ჩემს Instagram-ზე. Live სტრიმების მეშვეობით, ასევე სტორების მეშვეობით, პოსტების მეშვეობით და თვის ბოლოს დავეხმარებით უკრაინელ ხალხს, რომლებიც კონკრეტულად ჩემ ქალაქში არიან, ბათუმში და ასევე გვინდა თუ რა თქმა უნდა მივახცევთ იმ სასურველ თანხებს, რაც იდეაში ჩაფიქრებული გვაქვს, გვინდა რომ უშუალოდ უკრაინაში გადავგზავნოთ ხალხთან, რომლებიც ეხლა ძალიან დიდ გაჭირვებაში არიან, იმიტომ რომ მიუხედავად მათი ფინანსური მდგომარეობისა, ძალაუნებურად, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მიზეზი არის ომიანობის პერიოდი, რუსეთთან ომი, ისინი არიან ბუნკერებში და მათ უამრავი, სასურსათო პროდუქტები ჭირდებათ, ამიტომ გადავგზავნით ასევე უკრაინაში. ამიტომ ხალხო, მარტივად რომ გაგაგებინოთ, ეს არის თხოვნა, მართლა გულითადი თხოვნა, რომ დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს, აღწერაში იქნება ანგარიშის ნომერი, ასევე იქნება დონაციის ლინკი და ძალიან დიდი თხოვნა და გულითადი თხოვნა მექნება, თუ უკრაინის დახმარება გინდათ, შეგიძლიათ უბრალოდ გადაისეირნოთ აღწერაში მითითებულ ლინკზე და დაადონატოთ თქვენს მიერ სასურველი თანხა, ანუ არავინ არ ხართ შეზღუდული და ყველა სიკეთე დაგიფასდებათ. აბსოლუტურად ყველა სიკეთე პლუს ამას ჩემს არხზე გამოჩნდება. Slava Ukraini, slava героям!